ზოგადად რო შეფასდეს ახლა ეს 100 დღე ტრამპის ის პოლიტიკური პლატფორმა, რაზეც დგას ტრამპი, ეგრეთ წოდებული MAGA, Make America Great Again, გავხადოთ ამერიკა ისე უკავ დიადი. ეს პლატფორმა დგას სამ ძირითად სვეტზე. პირველი ეს არის საგარეო პოლიტიკური სვეტი, მეორე ეს არის ეკონომიკური სვეტი და მესამე ეს არის კულტურული სვეტი. აი ამ სამი სვეტიდან დონალდ ტრამპი ჯერჯერობით ასრულებს მხოლოდ აი მესამეს კულტურულ სვეტს და აი ამ მიმართულებით აქვს მას ამერიკელ მოსახლეობის გარკვეულწილი მხარდაჭერა, ეს ითვლება ამაში იგულისხმება იდენტობის და მიგრაციის პოლიტიკები, ხოლო დანარჩენ ორში, როგორც ახსენე ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ მიმართულებით, ის აი საკუთარ თანაპირებებს ვერ ასრულებს. აი ეკონომიკურ მიმართულებით ის პირდებოდა ამერიკელებს რომ დაიწყებდა ინდუსტრიის დაბრუნება შეერთებულ შტატებში, რიგითი ამერიკელი დასაქმებული შემოსავლის ზრდას და ამიტომ დაიწყო ის სატარიფო ომები, რომელიც დაიწყო აპრილის დასაწყისში, თუმცა ეს სატარიფო ომებიც გადაიზარდა ისეთ მოცემულობაში, რომ პირიქით უკან შემოუბრუნდა შეერთებულ შტატებს, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ამ ტარიფების დონალდ ტრამპმა უკან წაიღო და ბოლო ინტერვიუშიც მან განაცხადა, რომ საომრად ის ჩინეთზეც შეამცირებს იმ დაწესებულ ტარიფებს, რაც დააწესა გამომდინარე იქიდან, რომ ეს იწვევს შეერთებულ შტატებში პროდუქტზე ფასების ზრდას, ინფლაციას და სავაჭრო დეფიციტს არ ამცირებს პირიქით გლობალურად სხვადასხვა ქვეყნები დაფიქრდნენ შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის ნიშნულობაზე და პერსპექტივებზე. ამიტომ ეს მიმართულებაც შეიძლება ითქვას, რომ ჩაუვარდა ტრამპს და ეს საგარეო პოლიტიკური მიმართულებები ახსენე, რომ მისი თავი დანაპირებები გლობალური მშვიდობის შესახებ, კონკრეტულად უკრაინის და ირანის მიმართულებით რეალურად ვერ განახორციელა და ასე და საპირისპიროდ პირიქით როგორც ახსენე, სიტუაცია მიდის ესკალაციისკენ, როგორც ახლა მოსავლეთში ირან-ისრაელის მიმართულებით, ასევე ჩინეთის მიმართულებით ტაივანის საკითხზე. აი ამ სვეტების აი ძირითადი ორი სვეტის დაუკმაყოფილებამ და შესაბამისი პოლიტიკების ვერ გატარებამ გარკვეულწილად იმოქმედა ტრამპის რეიტინგზე შეერთებულ შტატებში და ისეთი არ არის როგორც მაგალითად მის პრეზიდენტობის დასაწყისში იყო, რაზეც თვითონ დონალდ ტრამპი ნერვიულობს და ის ჩანს მის პოსტებში Truth Social-ზე და გარკვეულწილად ბოლო კვირაში მან ცადა აი ამ დაბალი რეიტინგის გარკვეულწილად გადაფარვა, როდესაც მის აი ამ სოციალურ ქსელში დადეს მისი ფოტო როგორც რომის პაპი, ხო, ესეც სანახევროდ ესეთი კომიკური მოვლენა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ დონალდ ტრამპი არ არის კათოლიკე და ის ფიზიკურად მისი რომის პაპობა წარმოსახვა ის უფრო არათუ ირონია შეიძლება დაცემაც იყო კათოლიკეებისთვის და შემდგომ მიხედვით თეთრი სახლის მიერ დადებული ფოტო, სადაც დონალდ ტრამპი არის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ებრძვის ბოროტ იმპერიას, ამ შემთხვევაში ნახსენები იყო ამერიკის ლიბერალური საზოგადოების ნაწილი და რომ ის დონალდ ტრამპი მას დაამარცხებს. ეგრეთ შეიძლება ეს დავახასიათოთ როგორც პოლიტიკის ჰოლივუდიზაცია დონალდ ტრამპის მხრიდან და აი ამ ნეგატიური ასპექტების გადაფარვა, აი ესეთი სოციალურ ქსელებში მსგავსი მარკეტინგული სვლები.